თქვენი ასეთი განცხადება იყო, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა რევოლუცია ვერ მოახდინეს, ამასთან თვითონვე დანაღმეს მათი საარჩევნო გზა და ახლა არჩევნებში შეპარვას ცდილობენ. რას ნიშნავდა ეს განცხადება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ის მცდელობები, ბოიკოტი, რომელიც არის რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარუმატებლად მიმდინარეობს ყველა ეს მცდელობა მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოში ბუნებრივია გარკვეული დილემების წინაშე აღმოაჩინა ოპოზიციური სპექტრი. და დღეს როცა ერთიანობაზე არის საუბარი, მოჩვენებით ერთიანობაზე, იმიტომ რომ ერთიანობის საფუძველი რა შეიძლება იყოს იმ 4 პოლიტიკური პარტიის, რომლებმაც საპარლამენტო ბარიერი გადალახეს გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე. ხელისუფლებაში მოსვლა, როცა ეს არის ცალკეული პარტიების მთავარი ლაიტმოტივი, მაშინ რა თქმა უნდა ერთიანობა არის საპნის ბუშტივით. გვახსოვს ჩვენ უმთავრესი დანაპირებები და მთავარი გენერალური ხაზი, რაზეც ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანია ააგო, ეს გახდათ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. თუმცა ეს რა თქმა უნდა იყო საარჩევნო პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი, აბსოლუტური აბსურდი და დღეს საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ის მოქალაქეები, რომლებაც მხარი დაუჭირა და მანდატები მისცა 4 პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას, კარგად ხედავენ, რომ მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი იყო და დღეს ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, მათ შორის თქვენი დღევანდელი გადაცემის ანონსშიც კარგად ამოიკითხავდა მაყურებელი სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან მიმართებით იმ ციტატებით, რაც არსებობდა. ეს განცხადებები, რა თქმა უნდა, თავის დროზე გახარია საქართველოს პარტიასაა გაკეთებული, ლელოს, რომელიც ეხლა ცდილობს განაღმოს სწორედ ის ველი, ჩემი განცხადებიდან გამომდინარე და ცდილობს გარკვეულწილად საზოგადოებაში და პოლიტიკურ პარტნიორებში შეიყვანოს ეს თემა რბილად, რომ თითქოს ეხლა რაღაც სტრატეგია იცვლება, ამაში ბუნებრივია ცდილობს დაიხმაროს ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელიც ხათაშვილს აბსოლუტურად გაურკვევლად და უკუღმა წაიკითხა ნიკა გვარამეამ, რომ თითქოს მოწოდება ამ რეზოლუციაში გახდათ ბოიკოტის ნაწილი. არდა პირდაპირ შავი თეთრზე თუ რეზოლუციას შევეხებით, წერია, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოიყენოს. ესეც არის კიდევ ერთი ილუსტრაციის შესაძლებლობა, თუ რაოდენ ფუჭი განცხადებები არის აბსოლუტური აბსურდი ოპოზიციური ერთიანობის თემა. შესაბამისად, ამ განაღმვის პროცესში თავიანთ მიერ დადებულ ნაღმებზე, აი სწორედ ახლების ერთ-ერთი წარმომადგენლის გიორგი კირთაძის ჩართვას უსმენდით, ესეც არის ამოქმედებული ნაღმი ამ შემთხვევაში ლელოს ლიდერების წინააღმდეგ. არა თანმიმდევრული პოლიტიკის წინააღმდეგ. და თუ ჩვენ ბოიკოტს შევეხებით და სწორედ არის ეს ნაწილი